მოკლედ სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ესე იგი 7 თებერვლიდან იხსნება პაატაგურიაშვილის კომედიის თეატრი და ესე იგი ბილეთები ისეთი სისწრაფით იყიდება აი რა გითხრათ 27 თებერვლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ იჩქარეთ და ჩვენც ნუ გვანერვიურებთ და პირდაპირ მიხედეთ საქმეს იმიტომ რომ აღარ დარჩება უკვე ლაპარაკობ და შეიძლება აღარც არის. კი ბატონო, გეთანხმებით ჩემო პააწამ და აქვე მინდა შეგახსენოთ რომ შაბათს და კვირას კომედია არხზე საღამოს 8 საათზე უნდა უყუროთ მიხოს და მაროს ახალ სერიებს და ძალიან მაგარი სერიებია. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, ჩემო ძვირფასებო, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს. სამწუხაროდ. ჩვენ მეც და პაატაც რას ვაკეთებთ აქ? მეც შეძლების დაგვარად, როცა აღმოვაჩენთ ხოლმე მსგავს ადამიანს, ვცდილობთ რომ თქვენ წარმოგიდგინოთ და მსგავსი ფაქტები გვაქვს და ის ადამიანები ძალიან შეიყვარა ჩვენმა საზოგადოებამ. ახლაც ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენო ძვირფასებო, კარგი კახელი კაცი. ვინ იქნება ღირსეული აბა? მაგრამ როგორ დავადგინებ, ჩემი კვლევები მაქვს და იბერული ფესვები აქვს. ხო, ძალიან კარგი ადამიანი გვინდა წარმოგიდგინოთ, აგრონომი პროფესიით, მაგრამ შეთავსებით მეორე პროფესიაც აქვს, კარგი თამადა, მართლა მაგარი და მომხიბლელი და მომნუსხველი და საოცრად მხიარული და აი ჩვენი შოუსთვის ისეთი არც დავფიქრებულ ვართ, ესე იგი, როდესაც გავიცანით ერთ-ერთ ვახშამზე, ასე ვთქვათ და გაგვიშთა სურვილი, რომ მე და ნიკოლოს რომ მოგვეწვია გადაცემაში, იმიტომ რომ მოკლედ რატო, იმიტომ თავად დარწმუნდებით ყველაფერში. მოკლედ ასე გამოვაცხადო, ხო? ვალა სიმონიჩ ვარადაშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი აგრონომი თამადა. ყველგან წასაყვანი. ადამიანებს ორ კატეგორიად ავყოფ, ასაც წასაყვანებს და ყველგან წასაყვანებს და ყველგან წასაყვანივა ასად არ შეგაცხენ. კი ბატონო, ჩვენ ახლა შენი მეორე პროფესიიდან გამომდინარე სათამადო ადგილას დაგსვით. მე სხვა ადგილზე აცამჯდა. ბალღობიდან. აი ეგ მოვდივარ. კი ბატონო, კი ბატონო. ანუ პირდაპირ დავიწყოთ, საქმეზე გადავიდეთ, ხო, როდიდან იწყება? პირველი ნაბიჯები ახლა კახეთი ხო იცი? სტუმართ მოყვარე მხარელ, ხინიც, ტკივილის, თავის დროული და პირველი ნაბიჯები 4 წლისა ვიყავ უბანში მარკიზო პაპაო მოგვიკვდა და ჩემ ბიძაშვილის ლებს. დიდი გოგოები იყვნენ ასაკი და თავმა ქალმა ჩამოურბინათ, როგორც თავი კაცი ისე თავი ქალი არსებობს და ჩამოურბინათ და უთხრათ ბალღებო, ყვავილები უნდა წაიღოთო. მე თილი დავიწყე. მეც გამაყოლეთ მე თქვი. ყვავილებს ხوار დამაჭერინებდნენ და მარკიზო პაპას სურათი დამაჭერინეს 4 წლისას. და პირველი ნაბიჯები ასე ავიდგი ამ საქმეში. ხო. ოღონდ სურათი 14 წლისაგან 30 წლის ბიჭისა იყო რა, დაპატარებული სურათი გამატარეს და ახალგაზრდა და აი ესე ნელ-ნელა ვიზდებოდი და მე უკვე 16 წლის საფაუბლის დაიბადა დავიწყე სახურავის. ხო. კუბო სახურავის, იმიტომ რომ მაშინ დეფიციტი იყო ეს, კატაპალკები არ იყო მაშინ და სახურავის მატარებლები ჭირდნენ და მე და ჩემს მაგათ დავქონდა ხოლმე რა და მე უკვე 20 წლისაო გავიზარდე უკვე ხაშლამისტების კანდიდატიც გავხდი. კანდიდატობა ეგ პირდაპირ წევრი ვერ ახდები რა. ვერა, 6 წელი ვიყავ კანდიდატი. 6 წელი კანდიდატი ვიყავ. ეტაპებია გასავლელი. ეტაპა, აბა როგორც პარტიაში იყო ხოლმე გასავლელი. კომუნისტურ პარტიაში ვიყავდნენ, აი 6 წელი კანდიდატი ვიყავ და სხვათა შორის ცნობილი
მაგარი კოლოვიტი კაცი იყო, ვინც ამას ხელმძღვანელობდა, მეცახელად გაიბაჩოვი იდგა და ეხვა და 20 წლის ავიყავ, როცა მითხრა გვერდზე ვეჯექი. სიმონით შენი თეფში და პატარა ბოჭოლა აიწყობაო. ანუ ეს იმას ანიშნავდა უკვე ხაშლავისტების კანდიდატი ხარ. აი ეს ავიდგი ეს ნაბიჯები და მივღევი და უკვე დამაწინაურე სამსაქმეშიას და უკვე სასახლეების წაღებაში ვეხმარებოდი, რა. ეს რომელი წლებია? ეს 2004-5 წლებია და უკვე სასახლეების წაღებაში ვეხმარებოდი, მაგრამ აი ცოდო იცოდის ვიყავ ვიპარადა. კიბიდაო ჩამოქონდა ხო მე უდაბალი ვიყავ სუწინ ვიდექი ხოლმე. კიბიდაო დევეშვებოდით ხოლმე ზაფხულშეს გამღვანლი გაღობილი ყინულები ეს წვენი ამე სუკისებში ჩამდიოდა ხოლმე. მაშინ ეკეთი შეგული სასახლეები აიღო აი მაშინ ვიყავ ხოლმე ცოდო ყველაფერი მისველდებოდა ხოლმე. ისე სნობისათვის ერთი მეზობელი მომიკვდა მეხი დეეცა, მეხი ჭექა ქუხილის დროს მეხი დეეცა და ამ ქალბატონმა რომელმაც ვასაფროეთ მიწა უნდა მიგვეყარა ნაკუთხი მიწაო მიაყარა იქ და ატია ჩემო დავით ჭექა ქუხილ მანდმა იწევი და შვილო ისე სათაშორის ავიდა იცი თქვა პირველად როდესაც შევხვდით რა ვალასიმონიც კახური აქცენტით რა თქმა უნდა მივხვდი რომ კახელე და აი ცოტა ისეთი ფრთხილად ვიკითხე რომელი კუთხიდან არის მეთქი რომ ხო იცი ხა თელაველების და გურჯანის აბავი და მეთქი როგორ გადავდგა ეხა მოწვევა მინდა გადაცემაში და გურჯანელი თუ არის მეთქი აი მაინც რაღაცა მაგრამ არა უშავს თქო მაგრამ რო თქვა რომ არა გენაცვალე ყვარლიდან ავარო ესენი ხო იცი როგორი ამბა როგორ არის შენ თვითონ რომ მოყევი თელავსა და გურჯანაშოვის ჩვენ გენაცვალე ორივე რაიონი გვიყვას, ორივე ხალხი გვიყვას და 10 მწვავ წავწავთ 10 ჩამფურს, რა, ყველა ეს ეგეთი ფუნქცია გვაქვს, ბალანსი გვაქვს დაჭერილი, ბალანსი. ესე იგი, შენ იმის გარდა, რომ შენი ბევრ პურმაელებზე ხარ დაპატიჟებული და სულ შენ ახარ, ასე ვთქვათ, თამა და ისიც ვიცი მე, რომ შენი ინიციატივითაც აწყობ ხოლმე პურმაელებს, ასე განსაკუთრებით გიყვარს ძალიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პატივისცემა და აი ისტორია გაქვს მაგას. ისტორია სუფრა, აბა კახელკა სუფრა უყავს. რა გამოვა? არაფერი. სახში უნდა გიყვარდე, ჯერ სახში უნდა გიყვარდე, მე სხვაგან უნდა გიყვარდე. იმათ მართალი ხარ. იგე პატარა იმას გავაკეთებ. ჩვენმა ბონდუექიმა იცის ხოლმე იმ დღეს იძახი სუფრაზე ჩემი ნიკა და ჩემი ვალასიმონიჩი გულით არ დაიღუპებიანო მაგათ პულზე თითი მაგ დადებულიო. მე ნიკამ უთხრა ღვიძლის ექიმიც გვინახება გულით კი არ მოკვდება ღვიძლები დაგვიდიდეო ეგენაცვალე კი ბატონო 2005 წელია და დაგვავალეს რომ ვეტერანებისთვის პატარა სუფრა გაგვეკეთებინა კოლოვიტი ხალხი იყვნენ შემოჩენილები და ერთი მაგარი კაცი ყავდა სანამ იქაფებოდა ხაშლამა იდგა ცეცხლზე სანამ გამზადებოდა ეს დუდულა პაპა ოსიაშვილი იდგა და გვიყვებოდა ფრონტის ამბებს. აი ფაშისტებიო გავაბრუნეთო და უკვე უკრაინასო ცდებოდითო იქ ბოლო საზღვართან ერთ სოფელშიო ერთქალ შეუყვარდიო და ძალიან აქვს და ძალიან აქვს გროდა და ყოველ საღამო ჩემს საპატივსაცემოდ ხინკალს აკეთებდაო. ჩემ ხები ავიჩეჩეთ გაცო ამ ხოც სადიყო ამ ხოცი გასატარებელი მაგადა და ალკინგალი აიწოდა ხო და გეგვეცინა რა გაცინებთო აი როგორც კოხიან არჩილაი ფეხებიო აი მხელა ხინკლები მიკეთებდაო და რო შევხედეთ ამ კოხიან არჩილაი 46-ობა ფეხი ქონდა ხელა ხინკალიო ეხლა სამკუთხა ბარათის წამოღება დამავიწყდა მომავალ შეხვედრაზე წამოვიღებ ეს ისტორია ჩემ სოფელში ძალიან ლამაზად გულიანად ნათქვამი ისტორია ერთი თუში გიორგი ყავდა ზესით იყო მოსული კაცი და შენ რომელი სოფელიდან გავაზი ულამაზესი ყვარლის რაიონი ჩემო გენაცვალე ჩემო ყვარლელებო ჩემო გავაზელებო და გულმართალო კახელებო თქვენ გენაცვალოთ თქვენი ვალასიმონიჩი და თუში გიორგი მეჯინიბე კაცი იყო ეხა კოლმეუნეობას მაშინ ცხენები ყავდათ და დიდი სამამულო ომიო დაიწყო 3 თვის ფეხსიმე დატოვა მეუღლე აი ბლისკულკასავით აქონა მუცელი გაბეილი ბლისკულკავით ჩავდა თემევალში პოსტალიონმა სტალინგრადის ბრძოლაში წელი ჩაუგდო
ოჯახიდან არისო, გახსნა და ცოლი ახსენებდა, უხსნიდა, სიყვარულს დაეუბნებოდა, ბიჭი გვეყოლაო, ბიჭიო. რა დავარქვათო და ბალღი ოითო უსახელო იყო, სანამ მამამ აქედან პასუხი გაუგზავნა და ოითის შემდეგ პავლე დაარქვეს. ისდებოდა პავლე, ლამაზდებოდა. სიყვარული ზდიდა, ქალბატონი და ბოლოს პავლეომ უკვე ძუძუს წოვა. გადაეჩვია, წერილით ამცნო თავის უსაყვარლეს მეუღლეს. იცი გიორგი, პავლე ძუძუს აღარ აწოვსო. ამ დროს ვინმე მოროზოვი ვერძე უზის აკოფში, ტყვია-ტყვიაზე მოდის და პოზიცია დაუკავა. ჩაჯდა აკოფში. აგვისორო ღირს. აი ზუსტად გახსნა კბილებით წერილი და კითხულობს ով სიტყვას გიორგი პავლე ძუძუს აღარ აწოვსო. ყურიდან ფანქარი გამაიღო, ენისწვერზე დაასველა, ამუატრიალა და დააწერა. თაგვისორო მილიონი ღირს ამ ჩემ თუ აღარ აწოვს შენი პატრონი დედა. გამოგზავნა ეს წერილი, რომელიც ოჯახში ინახებოდა და ეს ამბავი ერთი ამდენიმე წლის წინ ჩვენს მეზობელ რაიონში გურჯაანში ერთ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე მოვღვევი და სულელამ გაიცინა, სულელამ ეხლა მეც მხატვრულად გავალამაზე, ყურიდან ფანქარი მეთქვი და ფრონტავიკი პაპა იჯდა სუფრის ბოლოზე. დაწყნავდა ხალხი ემოციებისაგან, შამომხედა და დამიძახა. შეშობელ ძაღლო, ყურში ფანქარია, დიქტი გამკვლელები ვიყავით. ფრონტზე ფანქარია უნდა და შეშობელ ძაღლო. ჯოკერი გადაგირტყა. გადაგირტყა ჯოკერი. აგომში ფანქარს დაურაღურს. მელან კალამზე ხო დავიწყებდი, აი ასე ვიქცავი და ხუი და ფანქარი მეთქია. მეგონა კაი გამოვიდოდა. მიიღე კახური გინება. ხო და მიიღე კახური. ვალაბატონო, რა ვიდა, ეს ახლა ობისაბები მოყევით, ისე დავიწყეთ ახლა რაღაც ხელახლა ქორწილების ხო არის? ო, აუ, ქორწილები საუკეთესო, ქორწილები საუკეთესოები. მეფე, დედოფალი, მადარძალი, სიძე, ამბავი. ქორწილებისა ბევრი ისტორია გვაქვს, მაგრამ მეც დავიწყებ. მაინც იმ წლებიდან მოვდებ და მომავალ მოსვლაზე უკვე აქეთ 21 საუკუნისებს მოყვები ხომ, ვეღარ ჯერ 20 საუკუნისა. 90-იანი წლები, აი ეს 95 წლის ოქტომბერია. ლარი აი ერთი კვირის შემოსული რა და მეზობელ სოფელში ჯავიდან ნადიბაიძის მინისტრობის პერიოდია. ჯავიდან კაცი ჩამოვიდა, მოიხადა 2 წლიანი ვალდებულება და ოჯახში დასვა საკითხი, ძმა ყავდა პატარა ძმა. ცოლი მინდაო. ცოლი უნდა მოვიყვანოთო. გაიგითხეს სოფელში, მაგრამ ისეთი გაჭირებული ოჯახის შვილი იყო, აი ამე ქალი არ ათხოვა. მოდი გაღმა გავიდეთო რა, ალაზენ გაღმა გავიდეთო და გაიგითხეს იქაც და მივიდნენ გაღმა ამ პატარა ძმამ კაცები ყავდა, გოჭები ყავდა, გაყიდაო, ბენზინი ჩაესხათ, ბამბანეკა ეყიდა და წავიდნენ. წავიდნენ გოგო დაახვედეს ანგელოზივით, ულამაზესი. მაგრამ ვერ დავაფიქსიეთ, ფოტოაპარატი არ აქვს და მაშინ ტელეფონები არ იყო და მომავალ გვიას ნიშნობა გადაწყვიტეს ოჯახმა და ამ აქეთა მხარემ და რომ მივიდნენ ვაიმე თავ უბედურო, ქალი შეუცვალეს. სხვა ნახეს და სხვა დააჭდეს. ამ დიდბატმა ფეხები გაფშიკა. ეს ქალი არ არის, ის მაიყვანეთ ვინც იყო. ოჯახი უმტკიცებს ეს არისო. ეს ქალი იყო ვინც განახეთო. გამოვიდა გარეთ, უნდა წამოვიდეს და პატარა ძმა გამოხვა. შენგენა ცვალეო. თავნუ მამა კოლეინებ. მიამხელა ზარალ ვინამინას გაუებსო. გოჭები და შენი გულითი გოჭები გავყიდე, ქათმები გავყიდე, ბეჭედი მეყინა და ამ ზარალს ნუ ამ ვინამინას გაუებსო. მე ხვალე ხვაზევით სხვაგან ვეღარ მიგიყვანო და ამ გოგომაცო შეატყო ცოტა ოჭოფობენ უთხრათ ჯუის წერის გარეშე არ გამოყვებითო. და მომავალ შაბათისთვის დაანონსეს ჯუის წერა, მღვდელი გააფრთხილეს, ჩასვეს წითელი ადინაცეთი იყო, აიყვანეს. სალოცავში და ფატა ჩამოფარებული მეჯვარე ყავს, ამ ბიჭსაც თავისი ძმაკაცი ყავს მეჯვარე და მამაო მოვჩა, დაწერა ჯვარი და მოვჩა ამ ჯუის წერას და მეჯვარემა კითხა რამდენი გადაგიხადოთ მამაო ამ ჯუის წერაშიო და მამაოც
ენა მოსებული იყო და ამდენიც პატარძალი გიგით შვილო ჩემო. ამა გადაკეცა 20 ლავიანი, 10 ლავიანი, 5 ლავიანი, 2 ლავიანი და ფიოსმან დახატული 1 ლავიანი მიაწოდა. ამაომ ციგნის ქვეშ ამოდო ეს ლავიანი და უთხრა შვილო ჩემო თქვენის ნებართვით პატას ავხდიო, პატასო. ახადე მამაო და უახადა პატა უთხრა ჯერ აწახვიდეთ 40 კაპიკი ხუდა გეკოთი თქვენსაც საიდან მაიყვანე ფენი. საიდან მოიყვანე კაგია. სამნახებ. ხუდი წამოვედით იქიდან. კახეთი ძალიან ცნობილია ჭიდაობით. შეჯიბრებები იმართება ხოლმე ცხვარზე, ოციანზე. კი, და წლებია. მაკეთ რაიონში განსაკუთრებით. ხო, წლებია ვათამაშებ ცხვარს, ჩემი გარდაცული მეგობარი სამაჩაბლოში დაყოფილი გელა მებაღიშვილი მის სახელზე ყოველ წელიწად ჩვენს დღეობაში ერთი საკლავი ყოველთვის თამაშდება და ეხლა სხვისა აგითხა ყველა ყვება ეხლა თავიანთ ჭიდაობის ამბებს რომ მე ჩემსაც მოყვები მამაჩემიც ეს დღეობების მოჭიდავე იყო გპ-ის ჩემპიონი იყო გპ იქნა მამაჩემ დამთავრებული და ჩვენ სახლის წინ იყო საჭიდაო დარბაზი და ერთხელ ოჯახში დასვა საკითხიო ბავშვიო ცოტა სუსტიაო ისე სანამ სკოლას დავამთავრებდი ცნობისათვის ბებია ჩემი ქაიანამი ჩაიმიშვებდა ხოლმე. კაი ამოვარდებოდა გარეთ ამიშვებდნენ ხოლმე ისე სუსტი ვიყავო ქარსადმე აგევეთაცე რა და ჭიდაობაზე იქნება ცოტა გაძლიერდეს მაგაჟდეს რა და ვავი ახლა ერთად ვიღეს გადაწყვეტილება და კი ბატონო მივიყვანდა თუ და იქვე სახლიდან გადავდიოდი ხოლმე გზა იყო და მოვაჯიშებდნენ და მამაჩემი ოჯე გაფრინდა პეტერ მოსკოვში ისა ლენინგრადში იმის გულისო ფორმა ჩამოეტანა ჩემთვის ეთქვა მიზეზი ქონდა ეხლა მე მიზეზი სამთავი მოვაჯიშე და გაზაფხულზე ეხლა პირველი შედეგები დღეობაში უნდა ნახო დღეობაში ჩვენ და ეს დღეობები იმართება დღეობაში უნდა გაგიყვანოს მასწავლებელმაც ეს მოჭიდავეები თავის სასწავი და საუკეთესო ფორმა, საუკეთესო ჩანთით, საუკეთესო სპორტულებით მე და მამაჩემი მივედით ჩვენს დღეობაში. მომიწია ჩემი წონა გამოაცხადეს და შემახვედრეს ერთ კარგ მოჭიდავე ბალღ და საუკეთესო ფორმაში იყო და როგორც მივედი ხელი ჩაუმართვა, იქვე დამახეთქა. იქვე საჯის ფეხებთან და საჯმა მამაჩემს გახედა, მამაჩემა შუბლი შეიგია და საჯმა გაფრთხილება მიცა. ჯებალ გამარჯობა უთქვია, შეშობე ძაღლი, ასე ჭიდავებიო და პირველივე გაფრთხილება აიგიდა და ჩასტვინა გავედით მეორე შეხვედრაზე და აი როცა მომიღვა რა. აც მოხილა პირდაპირ აიდავე დამახეთქა. ვერც გავიგე საითა მხარესელა ჩემი დასაცმელი ან მამაჩემი საითიჭდა რა. წელი ძლივს ავითრია და მე ვხედავ საჯი მამაჩემს უყურებს და მამაჩემის შუბლის შეგოვლი დავინახე და მივხვდიო საცანიშნაო სუფთა არ არისო და საჯმაც ორი ქულა მისცა. ეხლა ავდექი გავიფერთხე წელი ძლივ ავითრია და ეს ბიჭი მოვიდა უნდა დემეჭიდოს და ყურში ჩამჩურჩულა. მივხვდა იმ სიტუაციას რომ საჯი მამაჩემს უყურებდა და ეკაცი ვინ არის შენიო ყურში ჩამჩურჩულა და მე უთხრა მამაჩემი ამე თქვი და ხის ძირშიო დგა ის არის მამაშენიო და ხო მე თქვი და კაიო და გამიხარდა მე თქვი ანგაიში გაუწევს მამაჩემი ხო იცნო მამაჩემი იცნო მე თქვი და ანგაიში გაუწევს და აი თავიო დამადებიდან ახეხზე სამი გურგი გამაკეთებინა ეგე მამაჩემი წინ ამატავებ ჩამატავებ სამი გურგი და ეთყობა თვითონაც დაიღალა და ბოლო მესამე მეოთხე გრუპზე მიმიყვანა ნახევარი გრუპი გააკეთა თავი დამადებინა და 18 წამი გამაჩერა ეგე თავდადებული მამაჩემი ფეხებთან და მე კიდე ფეხებერე ვიქნებ რა ბოლოს დაიღალა გამიშვა ხელი და ზღართანი გავადინეთ რა დადუმდა დაიბაზი ხმის ამომღები არავინ აიყო ეხლა არავის არ ესიამოვნე ეს ამბავი და იქნაო წამოვეთ მე და მამაჩემი წინ მიდის უკან მე მოვდევ აი უძინართან მზეში მამაშვილი ციხიდან გამოვიდნენ აიგე მოვდივარ და მამაჩემი ჭიშკართავ მოვედით სახლის კარებთავ მოვედით მამაჩემი გაჩერდა და შემომხედა მე მითხრა შვილო სადარ მიჭიდავია რაილეთი არ ჩამიტავებიაო მომიგია კიდე წამიგია მაგრამ აი თავიო დაგადებინა ფეხებო ეგე იქნებდი ეგ რაილეთი იყო ერთი ეგ ვაი სიპე შამიხსენდი ეგ რაილეთი იყო და მე უთხრა მამი ტრაექტორია ვიცავდი მე
იქ დაიმსხვრა ჩემი ოცნებელია და სპორტ ჩამომაჭრე. ალა სიმონიჩ, კაი კაცი ხარ. ესე იგი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი ამ ხელაგზაზე. მოკითხვა მთელ კახეთს. ახლა მე გურჯანზე კი მხუნობ ხოლმე, თორემ გიждები ძალიან მიყვარს კახეთი, თავის გურჯანიდან თელავი და ყველა. სიუგომბოვის კალთებიდან დანახული ჩემი ულამაზესი კახეთია, საუკეთესო. ამით თანაკუთხე არსებობს. კი ბატონო. ამით თანაკუთხე. მოდი პატარა იმას ვიტყვი, 2017 წელს მომიწია პირველად ქვეყნის დატოვება. მანამდე თვითმფრინავში ავიღავ დაჯდომი. და ესეც ჩვენი ძიუდოისტები პარიზის გრან-სლემზე რო გაფრინდნენ, იქ წავედი, წამიყვანეს, დამპატიჟეს და აი 7 ღამე თეთრად გავათენე. ჩემი გავაზი მენატრებოდა, ჩემი ყვაველი, ჩემი კახეთი, მარტო იმას ვიძახოდი. ჩემს ალაზნის ჭალებში გამატარე, აი მინდა ამათი ეიფელის კოშკი მე. მე-7 დღესო გამოვფრინდით, კიევში გააკეთა პერესატკა თვითმფრინავმა და ზღვით შემოვიდა. შავი ზღვით შემოვიდა და აი პავაროტი რო გააკეთა ქობულეთში და ფანჯრიდან გადავიხედე სახლები გამოჩნდა, მუხლებში იგეთმა ძალამ დამბერა, გეგონება ბაკუჩხი პავაროტში შემოვსული ხალხები. და მაშინ მივხვდიო, ჩემი მიწაწყალ არ უნდა დავანებოთ. კარგია. ყველაფერთან ერთად არაჩვეულებრივ ლექსებს ამობდა, არაჩვეულებრივად კითხულობდა. ლევანდელი შენი სტუმრობა, ეხლა ესეც ხო იღბალია და ბედია რომ შენი მიმართულების თამადის პროფესიის კაც ქსოლებთან ერთად ისუათი იქნება. კი, განაცვალე, ჩემი მეგობრები არიან და ატარა გაგიფორმებენ ბიჭები. აუცილებლად, სანამ გაფორმებას დავიწყე, მე ლექსი არასოდეს სადღეგრძელოს გარეშე აი მithქვია. იგივე ჭიქაღვინო აი გააკეთ. მიგრძალავენ სამსახურიდან. კაი, მაშინ ისე ვიტყვი. ისე რომ დაიჭირო წყლიანი არ გამოვა. აი. ეხლა ქრისტე ხუაევა წყალი ღვინო თვაქციო. მაშინ ასე დავიწყებ ჩემი საყვარელი სადღეგრძელოთი, ჩემი კახეთის სადღეგრძელოს. საუბრობდი ასე. 80% საქართველოზე მტერი როცა მოდიოდა, ჩემი კახეთიდან იწყებდა მიწაწყლის საუხრებას. შახაბას მეორემ 100,000 სპარსელი გამოგზავნა კახეთის სასაუხრებლად. თეიმურაზ პირველმა 10,000 კაცს ძელი მოუყარა თავი 10,000 კაცს და აი ალაზნე გაღმა ჩუმლაყი ბოლუებზე. ეხლა მაცივები ვაქვთ, რა ბიჭებ, იქ გაიმართა ბრძოლა. ბრძოლა გაიმართა საშინელი და ერთი კვირა გაგრძელდა ეს ბრძოლა და 10,000-მა კახელმა 100,000 სპარს დედა უდია. ერთი კოჭლი და ბრუციანი მოენეთ დატოვეს. შესვე ცხენზე და იანში გაგზავნეს. შახაბასისთვის ეს ამბავი ემცნო. ერთი თვის შემდეგ ჩავიდა ეს კოჭლი და ბრუციანი და მუხლი მოიყარა შახის დარბაზში. უთხრა დიდო მეფეო დედა ესო. ვინაშვილო კახელებმაო რამდენი იყვნენ 10,000-იო მე თქვენ შობეძაღლებო თქვენ 100,000 იყავით და 10,000 როგორ მოგერიათო არ ვიცი დიდო მეფეო როგორც გავარგვიეო რაღაცა ხილი მოდისო შემოდგომაზე ჭამენო რასაც ვეღარა ჭამენო ჭყლეტავენ წურავენ და 6 თვის შემდეგ ასვავენო ბძოლის წინ ერთ დოქსა სვავენ და გიჟები ვით გამოდიან და სულ აქ-ჩეხეს და აქ-ხოცესო ალაზანი გააწითლე ჩვენი ხალხითო ხო და შახაბასმა სტოუები გამოგზავნა 6 თვიანი კვლევის შემდეგ დასკვნა ჩაუტანეს ეს ვაზიაო ვაზი რომელიც ხელმეორედ გამოგზავნა 100,000 კაცი და ჩემა წინაპრებმა აკვნებთან ერთად მთაში ვაზის კვირტიც აიტანეს ჩვენი ჯიში და გენიო გადაერჩინათ ვაზის საჩეხვა დაიწყეს და მოდი ჩვენი ჯიშის ჩვენი გენის ადღეგრძელო ჩემი კახეთიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს გაუმარჯოს ინახავთ სადმე ასეთი ზეცა ლაჟვად ფერებში ელვა ჩაქსული ხაე ბაღნარი უხვი ამაყი ბუმბერას მთებით აბჯარ ასხმული ზეზე ელვაე წყარო თაჩქერი კლდეზე კიდური თეთრი აშები ვოლა ღულის ხმა ხოხობ დგნიასი ნაკადულების მძლავრი მარშები სუნელოვანი მიწის ღიმილი
უთნის დედის გამძივათ ასხმული ღვთისმშობლის წილის 64 ტკბილი ვაზის მწყალებით დალალ დაწნული ალას ნისმია ხოდა ბუნები ჭალების თეუიცაში აწუდილი ბუნების ხელით მკაცრა და ნაჭედი ზღაპრის გვრივი წელში გაშლილი ცივ გომბოიდან გადმოგიხედავთ მოდი და ნახეთ მე ეიცანით აქ დაიბადა ერის მესაჭე სულიად ქართლის მზესაფიცარი ვინც აღესულა მოწამის ხვედრით მომხდუს ებძოდა გონებით ბძნულად ვინც ასახელა მამული ჩემი და ერის წყლული მიიღო წყლულად გინახავთ დღემდე ილიას კოშკი ყვარლის კალთებზე ძეგლა დადგმული დუ ჯიზგმინვა შფოთვა გუგუნი თავისუფლების სიმნით დანთქმული იქნებ შუამთაც არ გინახიათ ათსან ეკლესიაცა გაეჭი საოცრებათა დიდი სამეფოს ლამაზი მიწის მწიე ნაგლეჯი იქნებ წინანდას არცა ყოფილხართ გინახავთ სახლი კეთილ-ნაკეთი ედემი სადაც დღესაც ბატონობს ბარათაშვილის სევდის ნაფლერთი პატარა კახის ხმალი თუ ნახეთ შარავანდედი გასწრო მატყვია ლაქები დღესაც არ შეშობია კოხტა ბელადის სისხლი ატყვია თქვენაც კახური მთველი გინახავთ საწნახებელში ბიჭთა დავლული მაჭის ჩუქჩუხი ცხელი თათარა ჩუჩხელა მწვადი და ვახტანგური კახური ღვინო დაგილევიათ მას მსოფლიოში არყავს ბადალი ქართული ვაზის დედა სამშობლო ამ კუთხეშია მხოლოდ აქარი ვიცი წალკოტი ჯერა გინახავთ მოდი და ნახეთ საით წახვედით მუხის ფესვიდან ამონახეთ კი ნახეთ კახეთი ჩემი კახეთი მხარი ალალი მხარი ზვიადი ბევრის მომსე და ბევრის მნახველი მიამაყება მისი შვილი ვარ მიამაყება რომ ვარ კახელი თქვენ გენაცვალეთ